ერთი უხერხული ამბავი მოხდა რამდენიმე კვირის უკან, თვის უკან, როცა ირაკლი ყოხაძე ჩავიდა ირანში, ხო? ანუ ცხადია ეხა ირანული პოლიტიკური სისტემა როგორც არის ყველას გვსმენია, ხო? უამრავი რეპრესირებული ადამიანი და თვითონ ხელისუფლება არის ძალიან ავტორიტარული, თეოკრატიული ამასთანავე, სადაც ერთად არიან შერწყმული პოლიციური ჯარები და რადიკალური ისლამი. სახელმწიფო არის ღიად ბრალდებული, არაერთი დანაშაულიც მომხდარა ბოლო წლებში, ხო? ანუ იქნება ეს რადიკალური ჯგუფების დახმარება ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვა თუ სხვადასხვა და ასეთ მოცემულობაში, როცა მთელი მსოფლიო გულწრფელობა ტოკიოსაც და ავსტრალიასაც ემიჯნება ირანის აგრესიულ პოლიტიკას, შენ ჩადიხარ ირანში, რომელიც მეტნაკლებად ისტორიულად ჩენი მტერი იყო ბოლო-ბოლო, ქალაქები გადაგიწვა საქართველოში, სულ მცირე 4 წმინდანი მოგიკლა და ამბობ რომ ხო ჩვენ პარტნიორები არიან ესენი. ანუ მაშინ რაღაც ედავები იმას რა ქვია ხოსრო მირზას, ანუ რატო ეძახი რომ ანუ ცუდი ტიპი იყო ის რაღაც რომელიღაცა ქართველი მეფე და რატო გონია რომ ანუ არ გამოვა მარტივად რო თქვა თან სიმონ პირველი გიყვარდეს და თან ირანში ჩადიოდე და გლოვობდა ირანის რადიკალური რეჟიმის ლიდერებს. ანუ ეს არის საკუთარი ისტორიის ღალატი, საკუთარი პრინციპების ღალატი და ბოლო-ბოლო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების არაღიარება.